მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მოვბრძანდი დღეს ყავა და ბრუნდა იმის გამო რომ გუშინ აი ამ ხმის გამო რომ დამაჯვეს მე ვიღაცა მომიტყეს ვაფშე არ გამიგია არასდროსო ნაუდექი და დავაბრუნე ხო და რა ვიცი რა ყავის გამო რატომ ეჩქუბეთ ვერ მეხუთი სიამოვნებო გითხრათ მაგრამ ცადი გათვალისწინება მაგრამ უმეტესობა მისე მითხრა რომ ყავა დააბრუნეო და მაგიტო დააბრუნე ყავა. რაზე უნდა ვილაპარაკო დღეს არ ვიცი. ალბათ ფეხბურთზე მირჩევნია ლაპარაკი, იმიტომ რომ სეზონი დაიწყო. ძალიან კარგად გადაანაწილდნენ ქართველი ფეხბურთელები სხვადასხვა გუნდებში, დიდი იმედი მაქვს, რომ რომაც გაძლიერდება აქა-იქ. ჯადონ სანჩოზე არის საუბარი და კიდევ ვიღაცაზე არის საუბარი. ეს რა სიგარეტი, მამა ჩემს რაღაცა კონტრაბანდებს ყიდულობს, მე მგონი რაღაცნაირ სიგარეტებს. ყიდულობს ხოლმე ვერ ვიგებ. თან ძალიან იაფად ყიდულობს და აშკარად ცუდ ადგილებში ყიდულობს, კაროჩე. ხო და ჯადონ სანჩოზე და ლეონ ბეილიზე მიდის მოლაპარაკებები და დიდი იმედი მაქვს, რომ ორივე ფეხბურთელი გადმოვა და გამოგვადგება ერთი მაინც მარტივია ცხოვრება. ყველაზე კაი ისაა, რომ წელს ლიგის ფავორიტები ვინ შეიძლება იყვნენ. 3 გუნდი არა, 4 გუნდი იყოს რეალი და ბარსა ყოველწლიურად იყვნენ ფავორიტები მაინც. 4 გუნდი არის, ვისაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და აქედან 2-ში ქართველი თამაშობს რა და. ჩემი აზრით, წლევანდელი ლიგაც ისე დასრულდება, რომ ქართველს ექნება ისევ ლიგა. ანუ PSG და ლივერპულს გულისხმობ რა. და ლიგაზე ბევრი ქართველი გავიდა, სხვათა შორის. მე მგონი 6 ქართველი ითამაშებს ლიგაზე წელს. რაც ძალიან კაია. ესე ნელ-ნელა ცოტა წინ წავალთ და რაღაცები შეიცვლება, თორე ისე აზრი არა აქვს. აქ დინამო ბათუმის მწვრთნელი გამოვიდა და იძახდა, რომ ჩემი გუნდიც კი ძალიან სუსტია, ოსხებზე რა უნდა ვილაპარაკო, ძალიან სუსტ ჩემპიონატი გვაქვს. მაგას რო იძახის ერთ-ერთი წამყვანი გუნდის მწვრთნელი, ესე იგი მართლა პრობლემები გვაქვს. და ვიღაცას უნდა რომ დაანახოს ეგ პრობლემები, მაგრამ არ ხედავს ხალხი, კიდიეთ. ხო და წელს რა ვიცი რა ლიგა დავიკიდოთ, დაჟე ლიგა არ გვინდა, მოდი ის გამიხილოთ, ვინ სად რას მოიგებს რა. გამომდინარე იქიდან, რომ ბარსა არ გაძლიერებულა, რეშფორდი იყიდეს მხოლოდ. რეშფორდი წესით ძალიან გამოადგება ბარსას, მაგრამ ტერ შტეგენსაც ტრაუმა აქვს, ახლა გარსია დგას ძირითადში მეკარედ რა, რომელიც გარსია არავინ რო არ იცის ეგ არის. ხო, ტერ შტეგენს ტრაუმა აქვს, შესნის ტრაუმა აქვს და აქედან გამომდინარე დიდი ალბათობით ბევრ ქულას დაკარგავენ დასაწყისში სეზონის რა, სანამ რომელიმე მაინც არ მოიხოდება და მე მგონია რომ წელს ბარსას კაი შანსები არ აქვს პრიმერა დივიზიონში. უფრო რეალი მოიგებს, მაგრამ რეალსაც შეიძლება არ ქონდეს იმხელა შანსები. ვილიარეალი არის სხვათა შორის ძალიან კარგი გუნდი, რომელიც გუშინ ითამაშეს და მშვენივრად მოიგეს. იქით ვინ კიდე ატლეტიკო მისუსტებულია. არა, მაგრამ რატო რასპადორი იყიდეს. ატლეტიკოსაც აქვს შანსები რაღაცები, მაგრამ არ მგონია რა გრძელვადაში ეგეთი გუნდები იჩეგრებიან, ხო იცით რა, ვისაც ცოტა სუსტი სათადარიგოთას კამი აქვს. ხო, აქედან გამომდინარე, ალბათ მაინც უფრო რეალი მგონია, რომ ლა ლიგას რეალი ჩაიჯიბავს წელს. საფრანგეთზე მოდი არც ვისაუბროთ, PSG მოიგებს დიდი ალბათობით ისევ, მაგრამ რატო არა? ეგრეც არის, просто მე მინდა რომ PSG მოიგოს და მაგას ვიძახი. თორე გუნდები ძალიან ბევრი კარგი გუნდი არის უკვე დაკომპლექტებულები. მონაკოს კაი გუნდია, რენიც კაი გუნდია, მარსელიც უნდა იყოს წესით კაი გუნდი, მაგრამ ვერ არის. მარსელმა გუშინ ითამაშა, გუშინ წინ და 10 კაციან რენთან წააგო 30 წუთზე გაუგდეს იმათ კაცი და მაინც წააგეს. რენიც კაი გუნდი არის. ისეთი არ მე მეტი ისეთი არავინ არ არის რა. სტრასბური არა, სტრასბური ვერაფერს ვეძავს. ვინ არის კიდე ვინ არიან? ნიცაც კაი გუნდია, მაგრამ ნუ ეხა საჩემპიონო გუნდი ნამდვილად არა. ალბათ ისე მონაკო, მარსელი, PSG, ლიონი არ მგონია. ლიონის სუსტი გუნდი არის, ჩერკი ყავდათ კარგი და ეგეც გაუშვეს, მაგიტომ მინდოდა რომ ჟორჟი გადასულიყო ლიონიდან, მაგრამ არა და არ ქნა, რა ვქნა ეხა. უყვარს ეგ გუნდი და უყვარდეს, მაგრამ არ არის კაი გუნდი რა ეხა. თვითონაც იცის დიდი ალბათობით. ხო, სად ვიყავი? აი იტალიაში რომასაც აქვს შანსები.
ეგრე ლაგდება, რომ რომასაც ძალიან კაი შანსები აქვს რა მოგებისთვის. იმიტომ რომ ეს ჯადონ სანჩო და ბეილი თუ დაიმატეს მით უმეტეს. იმიტომ რომ სტრაიკერი კარგი ვიყიდეთ. ევან ფერგიუსონი ბრაიტონიდან შვენიერი სტრაიკერი არის. ნახევარდაცვაში ლანსის короче ელ ანიუნიუნი რაღაცა ეგეთ სახელი დავარი აქვს. ეგ ბიჭი იყიდეს, ეგეც კაია. ვესლიც ძალიან კაი ბიჭი არის. короче გუნდი შეიკრა რა. თან ისეთი მწვრთნელი მოვიდა, რომ ჭკვიანი მწვრთნელია და იცის ვიღაცებისგან მაქსიმუმი როგორ გაწუროს საფეხბურთელებისგან. ხო. მაგრამ წესით იუვენტუსიც უნდა გაიღვიძოს რა ეგ პერიოდი არის მოსული უკვე რომ იუვენტუსი ამდენი ხანი ესე რო არის არ მომწონს მართლა არ მომწონს კი მეზიზღებოდა ხოლმე იუვენტუსთან საჯები რო სულ იმათ აძლევდნენ ყველაფერს მაგრამ მაინც რაღაცა ნიტო არის დამასლოკინა ბოდიში კიდე სად ვიყავ სად ვიყავი რომ იტალიაში ვინ არის მილანი არ ვარგა საშინელი გუნდი არის ეს მალიკ ჩავყავდათ და ეგეთ გაუშვეს ნიუკასლში გადავიდა ინგლისში მოხდება პიზდეც ინგლისში შეიძლება სიტი 5-ში წორ შევიდეს ისეთი გუნდები წამოიწივნენ წინ ჩელსი ძალიან მაგარი გუნდია ლივერპული ძალიან მაგარი გუნდია მანჩესტერი ისევ და ისევ საცოდავი გუნდია მაგრამ შეიძლება რომ აი მაგ საცოდავმა მანჩესტერმაც კი შეიძლება მოიგოს მაგას უფრო მეტი შანსი აქვს ვიდრე სიტის მე ეგრე მგონია იმიტომ რომ სიტი ნახევარდაცვიდან დე ბრუინი რო გაუშვა მორჩა მანცა უბარი რა ვიცი ნოტინგემიც კი ბურთს დაუჭერს სიტის აწირო იცოდეთ ანუ სამომავლოდ რო გაითვალისწინოთ ნოტინგემის სიტის თამაში რო იქნება ნოტინგემს უფრო მეტი ბოლ პოსეშენი ექნება რა ბურთის ფლოპ და ეგ არ იქნება გასაკვირი იმიტომ რომ არ ყავთ ბურთის დამჭერი რა ვინ ყავთ ახლა აი რა ვინ უნდა დაიჭიროს ბურთი როდრი ისევ დაიმტრობა აზრი არ აქვს короче რა სიტი საწყალი გუნდი არის მიუხედავად იმისა რომ ეს რავი 13 წელი ტვინი გაბურღეს და ყველაფერი მოიგეს მორჩავსო რა მე მგონია რომ მორჩა მაგათი ის ჰაიპი არ ვარგიან რა ლიგაზეც მაგრამ ლიგაზე შეიძლება კონტეთ ჩანსი ლიგა მაინც და ორ მატჩიან დაპირისპირებებში მაგრამ კარგად თამაშობენ ხოლმე ო ლივერპულს აქვს ყველაზე მეტი შანსი რა თქმა უნდა პრემიერ ლიგის მოგების მე თუ მკითხავთ იმიტომ რომ აი ესეთი ტრანსფერები გააკეთეს სულ ყველაფერი ჩვენი მეკარე მამარდაშვილი გუშინ ალისონ სამჯერ დაურტყეს და 2 გოლი გაუშვა ეს ძალიან კარგია მე ძალიან მიხარია იმიტომ რომ ეხლა მაგის მაგერად უკვე დაფიქრდება რა ხო არ შევიყვანო ესო თან ძალიან ცუდი ბურთები გაუშვა მე თუ მკითხავთ აღება რო შეიძლება და ისეთი ბურთები გაუშვა სად ვიყავი კიდე ფლორიან ვირცი ძალიან მაგარი ტრანსფერი არის ლივერპული короче მაგარი გუნდი არის რა კერკეშიც ძალიან კაი ბიჭი არის გრამენბერხიც ნახევარდაცვაში ჩამოყალიბდა გაკპოს რო აჯვამენ ხოლმე ვერ ვიგებ რა თუ აჯვამენ დიასი რო გაუშვეს ეგ კაი არის და ნუნიესიც რო გაუშვეს ეგეც კაია იმიტომ რომ არც ერთ ფეხბურთელი დიდად არ მომწონდა ლივერპულში მაგრამ ნუნიესი ახლა იქ-ს გადავიდა იქ-ს უგაიტანს და ლუის დიასიც ბაიერნს ძალიან მაგრა მოერგება რა აქ არ ეძლეობდა ხოლმე შანსის რო არ მოგატყოთ სალაჰის გამო ალბათ უფრო იმიტომ რომ მაინც მარჯვენა ფლანგი იტვირთებოდა ხოლმე უფრო მეტად რა ბურთი აქეთ მოდიოდა ხოლმე ხო და მე მგონია რომ ლუის დიასი მაგრა გაკაჭავს ბაიერნში გერმანიაში ბაიერნი მოიგებს და წერტილია ლევერკუზენი გუნდი იყო უცებ ჩამოშალეს ეგრევე გრანდებმა დაითრიეს ვინც კი რამე დღირდა ყველა იყიდა და აზრი არ აქვს ეგრე რა ფეხბურთის თამაში თუ გინდა და რაღაც გუნდი თუ ხარ ეს ფეხბურთელები რო წამოზრდი უნდა შეინარჩუნო რა თორე თუ გაუშვი ეგრე ყოველ მეორე ჯერს და იქნები აიაქსი და იყავი აიაქსი მაშინ და ლევერკუზენი კაი გუნდია რა ეხა ვერაფერს ვერ დაუწუნებდი შარშან რა წეს რავი და აუი ეკიტიკეც ძალიან კარგი ბიჭია დიდი ხანია უკვე კაი ბიჭი არის და ზუსტად სალივერპულო სტრაიკერი არის რა დარვინ ნუნიესთან შედარებით ბევრად უფრო მოერგება ჩემი პირადი მოსაზრებით რა ესე იგი იტალია ვთქვი ინგლისი ვთქვი საფრანგეთი ვთქვი გერმანია ვთქვი მეხუთე რა არის ესპანეთი ვთქვი აო რა ეგრეა რა ჩემი აზრით ლიგაზე
დომინაცია ინგლისური გუნდების უფრო იქნება. იმიტომ რომ ვინც გავიდა, ყველა კარგი გუნდი არის რა. ხო და რა. ინგლისში თან საოცრებებსაც უნდა ელოდო, იმიტომ რომ ასტონ ვილაც მაგარი გუნდია, ნიუკასლიც მაგარი გუნდია. აი კონკურენციას ძალიან თავისუფლად გაუწევენ მანჩესტერ იუნაიტედის ნაირ გუნდებს რა, რაც უნდა სახელი გქონდეს. უკვე პოხუი რა, ეხლა ფაქტია რომ ფურცელზეც და თამაშის ხარისხითაც ბევრად უფრო წინაა ხოლმე ნიუკასლი თუნდაც. ნიუკასლში პროსტა ის პრობლემაა რომ არეულობა არის ისაკის გამო. და შეიძლება მაგამ ფსიქოლოგიურად ცოტა იმოქმედოს გუნდზე. თავიდან, მაგრამ თუ გაუშვეს, შენ რა დალაგდება რა. ეხა აი ახლა მიდის ასტონ ვილა ის ნიუკასლი და მაგის ყურებაც მინდა და იდეაში ამას მალე გავთიშავ ამ ვიდეოს და იმას ვუყურებ, იმიტომ რომ მაინტერესებს რა, მაგრამ მაინტერესებს ნიუკასლი როგორი თამაშობს ისაკის გარეშე რა. გორდონი უყენია ჩეტევასთან და რაღაცნაირი არის რა. აუ ქალბატონებო ძალიან დიდი ბოდიში რომ ხანდახან ესე სრულიად ფეხბურთზე წერ ხოლმე, მაგრამ ფეხბურთი არის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სპორტი კია და ყველა საყვარელი სპორტია და ფეხბურთით ცხოვრობ ფაქტობრივად, იმიტომ რომ სულ ფეხბურთზე რაღაცები ყოველთვის მაქვს რა ცხოვრებაში და არ შემიძლია ხოლმე რომ არ ჩავწერო ესეთი ვიდეოები რა. მოკლედ თქვენი აზრით დამიწერეთ, ვინ გონიათ სად ვინ მოიგებს, მე გეუბნებით რომ ესპანეთში რეალი მოიგებს, იტალიაში მოდი იყოს რომა, ვიცი რომ შანსები გვაქვს, მაგრამ ვიცი რომ ალბათ მაინც ვერ მოვიგებთ, მაგრამ მაინც რომა, ან ტირე იუვენტუსი, მერე ინგლისში ლივერპული ტირე ჩელსი, საფრანგეთში PSG მონაკო, PSG რენი, აი ამას გეტყვით და გერმანიაში ბაიერნი. არნაირ ტირე. ესე მგონია მე, თქვენი აზრით დაწერეთ ახლა ვინ სადრას როგორ მოიგებს და მე დაჟე იცი რა მინდა რომ მთელი სია ჩამოვწერო 1-დან 20-მდე ინგლისში. დაუშვათ ვინ რომელზე გავა ინგლისშიც, იტალიაშიც. აუ ეგეთ ვიდეოს გადავიღებ. თუ დაგაინტერესებთ, რა თქმა უნდა, დამიწერეთ თუ დაგაინტერესებთ. თუ არ დაგაინტერესებთ, რატო გადავიღებ? მე მგონია რომ დაგაინტერესებთ. კიდია. რავი, გეკიდოთ. მე მაინც გადავიღებ. და ნახეთ თქვენ ვისაც გენდოებთ. ვის არ გენდოებთ, ხო ხედავთ როგორ ისაა. ალალი არხი არის. რაც გინდათ ისაკეთეთ, როგორც გინდათ ისე იყავით. ბედნიერად იყავით, ღმერთმა გაგაძლიეროთ, კარგად იყავით, კარგად ბრძანდებოდეთ. ძალიან მიყვარხართ, ახლა თუ გამოიწერთ და ვიდეოს თუ დაალაიქებთ, გაგახარებთ ღმერთი. თუ არ გამოიწერებთ, მაინც გაგახარებთ ღმერთი. არ არის არაფერზე პრობლემა ზღვა. თქვენ იყავით ბედნიერები და ჩემი კარგი სტრაკი არ მოვტყანე.